მოგესალმებით ძვირფასო YouTube და არა მხოლოდ მაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ ახალ პოდკასტების სერიას ამ ამპლუაში ჩემი თავი არ ვიცი როგორი იქნება, იმიტომ რომ ვიმზადებოდი მაქსიმალურად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ისევ ჟურნალისტური კუთხით არ წამეყვანა ეს ყველაფერი და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თქვენთვის ძალიან ბუნებრივი და რაც ყველაზე მთავარია, ნაყოფიერი ინფორმაცია მოვიტანოთ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, რაც სამშენებლო მიმართულებას უკავშირდება. დღევანდელ პოდკასტში უნდა ვისაუბროთ პარკეტზე, იატაკზე, რომელიც მიუხედავად დროის სვლისა, არც აქტუალობას კარგავს და ამავდროულად ყოველთვის არის განხილვის საგანი, რამდენად პრაქტიკული გამოსაყენებელია, რამდენად პრაქტიკული დასამონტაჟებელია და ასე შემდეგ. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უპირატესობები შეიძლება, ან ნაკლოვანებებიც არ ვიცი, ამას გვაჩვენებს პოდკასტის მსვლელობა გააჩნდეს პარკეტს ინდივიდუალურ ჭრილში ოჯახებისთვის და ასევე დეველოპერული კუთხით რა მოგება ან პირიქით ზიანი შეიძლება მოუტანოს კომპანიას პარკეტის გამოყენებამ თავიანთ ინტერიერში. ამიტომ ჩვენთან ერთად არის ინტერიერის დიზაინერი ანუკი გუსრაშვილი, რომელიც აბსოლუტურად ყველა დეტალს ჩაგვიშლის და მოგვიყვება რა უნდა ვიცოდეთ პარკეტის შესახებ და მოდი ასე დავიწყოთ საუბარი, ანუკი, რა არის ზოგადად პარკეტი, რატომ არასდროს დაკარგა აქტუალობა, რა განაპირობებს ამას და რა დეტალებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა რომ მომიწვიე და მე მგონი პირველი სტუმარი ხო? როგორც აღნიშნე, ახალი საწყისია იმ პოდკასტების სერიისა. მადლობა დიდი, რომელსაც ჩვენს მაყურებელს გავუზიარებთ. ხო, მოდი დავიწყოთ. დავიწყოთ პარკეტზე საუბარი. ჩემთვის ჩემი ფავორიტი მასალა ინტერიერში, პროფესიიდან გამომდინარე, არ მომბეზრდება პარკეტზე საუბარი, ესე რომ დავიწყეთ. მარტო შენი თუ ზოგადად დიზაინერების? მე ვფიქრობ, რომ ზოგადად დიზაინერების, რადგან მართლა შეუცვლელი რამ არის და აი, რაც უფრო სიღრმისეულად ჩავშლით, ახლა უფრო კარგად გამოჩნდება და კი, ყველანი მიხვდებით, ვისაც ქონდა რაღაცა ეჭვის თვალით მიცურებდა, რომ აი, რატო პარკეტი, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს. რატომ პარკეტი? პირველ რიგში იმიტომ, რომ არის 100%-ით ნატურალური ხე. არ შეიცავს არანაირ დამატებით მინერალებს, რომელიც არის რაღაც შემთხვევაში ალერგიული და ასე შემდეგ, ან ნატურალური ხე და რაც მთავარია, დროსთან მიმართებაში არის თაობებს სრულს, ასე რომ ვთქვათ. ანუ პარკეტთან ერთად არის რომ ვიბადებით ხშირად, სადაც ვცხოვრობთ, ვიზრდებით, ჩვენ ვერდებით, პარკეტი ისევ თავის მოწოდების სიმაღლეზეა, რადგან შეიძლება მისი ეგრეთ წოდებული ციკლოვკა, არ ვიცი, განახლება, სადღაც 30 წელს მე შეგვიძლია გავაკეთოთ და ისევ განახლება და ისევ თავიდან იწყებს იმ ათვლას, პირველ სახეს იბრუნებს, შესაძლებელია შეცვლად ფერის დამატება და უკვდავი პროდუქტი არის. ანუკი, ამაზე ჩვენ უფრო სიღრმისეულად ვისაუბრებთ ცოტა ხანში, მაგრამ როგორც ვიცი, პარკეტს გააჩნია შრეები, ხო? აი ეს განახლების პროცესი, ამ შრეების რაოდენობის შემცირებას არ იწვევს? ნახე პარკეტი, მოდი ჩავშალოთ, რომ არის სხვადასხვანაირი. ძველი ტრადიციული პარკეტი, რომელსაც მასიურ პარკეტს უწოდებენ, არის სრულად მთლიანი ლისტი, მთლიანი ფანერა, ასე რომ ვთქვათ, ხის სრული. და არის ახალი ტექნოლოგიით უკვე ინჟინერულ პარკეტს, რასაც უწოდებენ. აი ის ინჟინერული პარკეტი არის უკვე, რომელიც არის 2 და 3 შრიანი პარკეტები, რომელიც არ არის მთლიანი ხე, არის ხის ფენებად, ეგრეთ წოდებული ლეიერები არის, ფენები არის და ამ 2 და 3 შრიან პარკეტს შორისაც არის მცირედი განსხვავება. რომელიც ხო და უფრო მარტივია. ალბათ ლოგიკიდან გამომდინარე ვიხდებიან, რომ 3 შრიანი უკეთესი არის, თუმცა 2 შრიანისაც აქვს თავისი უპირატესობები. ეს რისგან შედგება საერთოდ? ანუ ზედა ფენა, ზედა შრე, შე შემთხვევაში არის მუხა, რადგან მუხა არის ყველაზე ბესტსელერი, ასე რომ ვთქვათ, ყველაზე მყარი ხე. ზედაპირი ყიდვის შემთხვევაში აუცილებლად მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ზედა ფენა იყოს მაქსიმალურად სქელი.
და შემდეგ ორშიანი შემთხვევაში უკვე ქვედა მეორე ფენა აქვს, ძირითად შემთხვევაში არის არყის ხის ფანერა და ეს ყველაფერი ეს ორივე პერპენდიკულარულად არის ერთმანეთზე დაფიქსირებული, რაც გვაძლევს იმას, რომ შეგვიძლია იატაკის გათბობაზე გამოვიყენოთ, ხოლო მასიური შემთხვევაში არ შეგვიძლია იატაკის გათბობა. ხო, აი ეს საინტერესო საკითხი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, იატაკქვეშა გათბობები და ასევე პლინტუსების გათბობები ძალიან ტენდენციური გახდა და ძალიან ბევრი აკეთებს ამას. მეც სხვათა შორის დაახლოებით 5 წლის წინ, როდესაც ვაკეთებდი რემონტს და მინდოდა რომ იატაკქვეშა გათბობასთან პარკეტი გამომეყენებინა, რეკომენდაცია არ გაუწიეს. ამ ბოლო 5 წელში შეიცვალა რაღაც თუ ბოლო 5 წელში არ შეცვლილა, უბრალოდ რაღაც მიმღებლობა ინფორმაციის ვაკუუმს შეიძლება დავაბრალო, არ ვიცი. ხო, თან მაშინ პანდემიის პერიოდიც იყო და შეზღუდულიც იყო შემოტანა. 5 წელზე ბევრად მეტი არის, რაც საქართველოში და არა მარტო არსებობს 2 და 3 შენი პარკეტი, რომელიც ადაპტირებულია და შექმნილი არის იატაკის გათბობისთვის, უბრალოდ დღემდე თაკო ხდება ობიექტებზე და სხვადასხვა არა დამკვეთი, არამედ უშუალოდ ხელოსნები, ნაკლებ პროფესიონალები ალბათ ბოდიშს ვიხდი მაგისთვის, მაგრამ მიწევს ჭიდაობა, რომ გავიტანო ჩემი და დავაჯერო და ავუხსნა, რომ 2 და 3 შენი პარკეტი ეს ინჟინრული გათბობაზე ადაპტირებული არის და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. დღემდე არის საზოგადოებაში ის მითი, რომ აი პარკეტი არ შეიძლება. არ შეიძლება მასიური პარკეტი ეს კარგად დაიმახსოვროს მაყურებელმაც, რომ მართლა დაიბრიცება და მაგასაც ავხსნი, რატომ თუ კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გაუსვამს ხაზს პარკეტის უპირატესობასაც ეკვლევდა. მასიური პარკეტი, ნატურალური ხე, დამუშავების გარეშე, ასე რომ ვთქვათ, აი ამ შრეების გარეშე, სითბოს, აი ზამთარში, როდესაც გათბობას ვთავთ, ან თუნდაც ამინდის ცვალებადობაზეც, ნესტის ტენიანობის შემთხვევაშიც სუნთქავს და ვიწროვდება, როდესაც არის მეტი ტენიანობა. შევიწროების შემთხვევაში მე ჩნდება ღრიჭოებს, რასაც ეძახიან და მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში მე ფართოვდება. აი ეს სისხლძარღვების ბუნებრივი და ცოცხალი ხე არის და შესაბამისად ხო, სიგრძილესა როგორც სისხლძარღვები ფართოვდება და ვიწროვდება დაახლოებით იგივე ამბავია. და აი სამშრიანსა და ორშრიანს ან ინჟინრულ პარკეტს რაც შეეხება, სწორედ ამიტომ არის ეს პერპენდიკულარული ფენების წყობები, რომ მასზე არ მოქმედებს არანაირი ტენიანობა და თან ნესსაც ბევრად უფრო მდგრადი არის. შესაბამისად, ინჟინრული სამშრენი ორშრენი პარკეტი არის იდეალური გადაწყვეტილება. შვენიერი. ანუ კი, მიუხედავად ამ დავისა, რომ გათბობა იქნება ეს თუ მოვლის კუთხე, მოვლაზეც აუცილებლად გავამახვილოთ ყურადღება, მაინც პარკეტი ინარჩუნებს სტაბილურად თავის ადგილს და ართმობს პირველობას. რა განაპირობებს ამას? პირველ რიგში ის რომ არის ნატურალური პროდუქტი. არის ხე და თან თუ დააკვირდები ბოლო პერიოდში, ბოლო რამოდენიმე წელია, რაც აქტიურია. მახსენებ იმ ავად სახსედებელ COVID პანდემიას, მას შემდეგ კიდე რაღაც გარდატეხა მოხდა ადამიანების ცხოვრებაში და ყველას აქვს სურვილი ბუნებასთან სიახლოვის აქ ეს რაღაც სიმყუდროვის შეგრძნება ძალიან უნდა ყველას ხო? მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და სივრცეს, სადაც ცხოვრობთ რეალურად. ამიტომ დავიწყებთ ამით, რომ არის ნატურალური, არ შეიცავს დამატებით რაღაც მავნე ნივთიერებებს. აქაც ხასგასასმელი არის დამცავი ფენები, მაგას მე უკვე ხარისხის მაჩვენებელი რომ მივადგებით მე ჩავშლი. რა ტიპის პარკეტები არსებობს? გარკვეულწილად ჩამოვთვალეთ ეს რომ ინჟინრული პირველი რაც აღნიშნე მასიური პარკეტი და რა სხვაობებია ხელოვნურ აი ლამინატსა და ვთქვათ ვინილს შორის? კი ბატონო, მაშინ ეს მოკლე რეზიუმეს გავაკეთოთ. მასიური ხე 100% თავიდან ბოლომდე ხის არის, რომელსაც უბრალოდ ლისტი არის მოჭრილი, ასე რომ ვთქვათ. ბევრად უფრო ძვირი არის, რადგან თუ დიდი არის, მით უმეტეს ძვირი არის, იმიტომ რომ რთული არის ბუნებაში მოიპოვო ესეთი მთლიანი ზომის ნაჭრები, ხო? ეს არის მასიური პარკეტი, არის შემდეგ ინჟინრულს, რასაც ვისაუბრე უკვე.
რომელიც უკვე ადაპტირებული არის თანამედროვე ამ გათბობასთან, ნესტთან და კიდევ ბევრი სხვა უპირატესობა აქვს ინჟინერულ პარკეტს და არის ასევე სანამ გადავალთ სხვა განსხვავებაზე კიდევ რა უპირატესობები აქვს? უპირატესობა არის ის, რომ დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელი არის ადგილად მისი ლოკალური განახლება. ანუ ეს ძველ პარკეტებისგან განსხვავებით თანამედროვე პარკეტების პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მე მახსოვს პარკეტზე თუ რა წყლის წვეთი დაეცემოდა, სახლში რა ხდებოდა, ვაიმე, ეს როგორ გააკეთე და კეჩები და დავდივდი არ შეიძლებოდა, არა ფეხსაც მითხოს საუბარი ზედმეტია და ჩუსტითაც მე მგონი არ გვატარებდნენ ხოლმე და აი ეს განსხვავებები ზედაპირი არის ძალიან გამძლე. თუმეტეს თუ მომხმარებელი არჩევანს გააკეთებს მუხის ხის ზედაპირზე და მან კიდევ დამატებით სხვა პლუსები აქვს თუ ეს ზედაპირი არის ეგრეთ წოდებული ბრაშირებული ან ზედაპირი და თუ კიდე ზეთით არის დააფერილი ბრაშირებული როგორ გავიგოთ აი ხსა ხედავთ აქაც არის ბევრი მაგალითი უბრალოდ თუ არ გამოჩნდება კამერაში ვესწრები აუხსთან ნახე ხეს აქვს ბუნებრივი ესეთი ბოჭკოები ხო და ფუნჯის საშუალებით ამ ზედმეტ რბილ ბოჭკოებს აშორებენ და რჩება მხოლოდ მყარი მასალა და თითქოს რელიეფს იკეთებს. ეს ანტისლიპს ეძახიან ასევე. აი მან გვიდევს ნიმუშები და თუ შეგვიძლია აი იქ არის თხოვ ჩვენს ოპერატორს რომ მოგვაწოდოს ნიმუში თუ შეიძლება და უფრო მარტივად ვაჩვენებთ მაყურებელს. ჯაგრისის საშუალებით ეს რბილი ბოჭკოები შორდება და რჩება მხოლოდ მყარი მასალა, მეტად უფრო რელიეფური არის. ამდენად გამოჩნდება, ეხლა მოვძებნი რომელია პრინციპში 1 2 3 სამივე ბრაშირებული არის ნახე ანუ არ არის სწორი ცოტა რელიეფური არ არის კი ბატონო განაპირობებს ეს კარგი არის ასევე მოცულების საწინააღმდეგო და არსრიალებს პარკეტი უფრო მოჭიდება აქვს უფრო მძლავრი ხა ეს არის ზეთი დამუშავებული რაც მიკრონაკაწრებთანაც ძალიან კარგი არის ხდება ხო აი ხა ჩემთვის ვიზუალურად მაგალითად საერთოდ არ აღიქმება რომ ეს არის დამუშავებული მით უმეტეს ზეთით აი დამუშავების კუთხითაც რომ განვიხილოთ რა მასალებით შეიძლება პარკეტის ზედაპირის დამუშავება ჩვენ მასტიკა ვახსენეთ მასტიკა დამუშავების ერთ-ერთი საშუალება იყო მოვლის საშუალება იყო რეალურად ეს საინტერესო მოვლის საშუალება იყო მოვლის საშუალება არა თუმცა შეძენის შემთხვევაში უნდა იცოდეს მომხმარებელმა აუცილებლად რითი არის დაცული ბოლო ფენა ანუ ეს იქნება ან ლაკი ან იქნება ზეთოვანი ამასაც თავისი პლუსები და მინუსები აქვს ნუ ლაკის შემთხვევაში უფრო მეტად ჩანს მიკრო ესეთი ხაზები ან ბასრის საგანი შეიძლება დავარდეს ან ფუსლით აი შინთონს წარმოიდგინო ლაკი რო ესმევა რაც ერთგვარი დამცავი ფარივით არის რომელიც ცოტა პრიალებს და მასზე დანაც რომ დაუსვა თეთრი ნაკაწრებივით ჩანს ზეთის შემთხვევაში ნაკაწრები საერთოდ არ ჩანს არ ვამბობ რომ არ იქნება ნაკაწრი გაუჩნდება მაგრამ ხილვადობა არა აქვს უბრალოდ და არ ჩანს და დროში ესე თვალკარგავია და თქვათ რომც დაზიანდეს დიდი დაზიანება იქნება ზეთის აღებავით დამუშავებული პარკეტის უპირატესობა აქვს რომ ადგილობრივად რომ გადაუსვევ ზეთს ისევ განახლდება და ეს ექსპლუატაციის ხანგრძლივობას ამცირებს თქვათ მიუხედავად იმისა რომ პარკეტი ბუნებრივია შეგვიძლია თუ არა ეს დაზიანება მივიჩნიოთ თუნდაც ჯანმრთელობისთვის სახიფათო არა მაგარი ანუ კი ხო და ვინილი დაგვრჩა სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ შედარებებზე ხო ვინილი და ლამინატი გაინტერესებდა ხო ანუ ვინილის და ლამინატიც არის პარკეტის იმიტაცია ხო ანუ რეალურად ხელოვნურად შექმნილი ნატურალური პარკეტის იმიტაცია აი ერთგვარი შედარება რო გავაკეთო დაახლოებით მოდი შევადაროთ ნატურალური ტყავის ფეხსაცმელს როცა ყიდულობ ადამიანი და შემცველს ვიზუალურად ორივე ერთნაირად გამოიყურება რო შეხედავ მაგრამ მოხმარების როგორც კი შეეხები კომფორტი იქნება ეს თუ დროში ხანგრძლივობაში მისი გამძლეობა და ასე შემდეგ სხვა ბენეფიტები მერე უკვე გამოყენებაში ხვდები რა განსხვავება
ასევე შემილია გითხრა პარკეტზეც. ლამინატი არის და ვინილიც, ну თავისი უპირატესობები ყველას აქვს, მაგრამ თუ ვისაუბრებთ ვინილი რა არის? ვინილიც არის ერთგვარი ხელოვნურად გამოყვანილი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით გამოყვანილი მასალა, რომელზეც ზემოდან არის ხის ფაქტურა, ხშირად ქვის ფაქტურაც არის, არ არის აუცილებელი, მაგრამ მაინც ხის ფაქტურა იყოს, რომელიც არის სხვათა შორის უპირატესობა ის, აქ 100%-ით არის წყალთან მიმართებაში არის და გამძლე, კი. მაგრამ არ არის ნატურალური, იცი რა არის, მე უფრო აი ლამინატზე და ვინილზე რო საუბრობდეთ, იქ უფრო ჩავშლიდი, რომელი რა არის, როდესაც პარკეტი არის აქეთ საპირწოდეთ, ანუ პარკეტთან ვერ მივა ვერცერთი რეალურად. ანუ კი აქ კიდე იცი რა მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რომ ხშირად ალტერნატივებს ვირჩევთ ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე. და სწორედ აქ ვუშვებთ ყველაზე დიდ შეცდომას ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ ვეძებთ რაღაცა კონკრეტულ პერიოდში დაბალფასიანს, ანუ დაბალ ბიუჯეტურს და ამ შემთხვევაში ვირჩევთ მაგალითად ლამინატს, ხანგრძლივ ვადაში თუ შევხედავთ, ის ლამინატი 15 წელში თუ იქნება შესაძლებელი, როგორც ჩვენ აღნიშნე 50 და 80 წელი შეიძლება გქონდეს პარკეტი და საერთოდ არ დასჭირდეს მას შეცვლა. უბრალოდ განვაახლოთ და პირვანდელ სახეს დავუბრუნოთ, ხო? აი ეს ყველაფერი როგორ მივიტადოთ მომხმარებლამდე ისე რომ აი იმ დროს, როდესაც არჩევანის, აი ეხლა მაგალითად აკეთებენ რემონტს და დგანან არჩევანის წინაშე პარკეტი დააგონ თუ ლამინატი და ბიუჯეტურადაც არიან შეზღუდულები. აი რა რჩევას მისცემ? საკმაოდ ძალიან საინტერესო შეკითხვაა და გარდა იმისა, რომ ჩვენს მაყურებელს დაინტერესებს, პირადად ჩემს გარშემოც ეხლა მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე, მინდა რომ აქედან message box-ით გავგზავნო ჩემს დამკვეთებს, რომ არის დღეს ბაზარი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევიცინოთ ნატურალური პარკეტი და არ გადავიხადოთ კოლოსალური თანხები. ანუ აქაც შეგვიძლია ბიუჯეტის ცვლა და სხვათა შორის ბევრჯერ დაუსვამთ ჩემთვის კითხვა, რომ აი რატო არის ერთნაირი მუხის ვიზუალის პარკეტი სხვადასხვა ფასი, ანუ სადღაც არის რაღაცა X თანხა, აქეთ 2X თანხა და რატო? ანუ აქაც შიგნით რა ხდება? აი აქ უნდა კარგად იცოდეს მომხმარებელმა, რომ ან მე მიხვდეს, მე მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ეს შრეებზეა დამოკიდებული? არა მარტო შრეებზე არის დამოკიდებული, არის პირველი ფენის სისქეზე დამოკიდებული და კიდევ შევეხები ზედაპირს ახლა და აქედან გამომდინარე შენს კითხვაზეც გაეცემა პასუხი, ხშირ შემთხვევაში ნატურალური მუხის ხის პარკეტი უფრო იაფიჩდება ვიდრე ლამინატი, იმიტომ რომ ლამინატის ფასები ხანდახან ისე გარბის და გამორბის, რომ ეს პირველად გავიგე. ბევრი შემთხვევა არის, რომ სხვაობა ან არ არის, ყოფილა რომ უფრო მეტიც ყოფილა ხანდახან ლამინატის ფასი, მაგრამ მე აქ არ ვსაუბრობ ისეთ ლამინატზე, რომელსაც ცვეთადობა აქვს იმდენად დაბალი და იმდენად იაფიჩდება, რომ მის დაგება 10 წელი კი არა, ან შეიძლება 2 წელიწადში ასაყრელი გახდეს. მაგ სეგმენტს არ ვეხები უბრალოდ. რაც შეეხება პარკეტის ბიუჯეტურ ვარიანტებს, გასათვალისწინებელი არის რა? პარკეტის ზედაპირი, ეს მთავარი, რაც ზემოდან არის, მუხა, არის სხვადასხვა ტიპის. ანუ არის რუსტიკული დამუშავების და არის სელექტიური და არის ასევე საშუალო და რას ნიშნავს ეს? ეხლა ამას ახსნი. აი მაგალითად, როდესაც ხე პარკეტი არის გვაქვს აი არჩეული, აი ამ ზედაპირზე საუბარი და ნახე ამას არ აქვს არანაირი კოშები, არის სუფთა ხე, ანუ ამოღებული არის საუკეთესო ნაჭერი ხისგან, ესე მარტიონაზე რო აგიხსნა და მთლიანი ჯანსაღი ესეთი ფანერა არის, რომელიც შედარებით უფრო ძვირი ღირს. ცოტა არის კიდე შევხვდებით ისეთ, აქაც ხედავ, ცოტა მოშორებით არის ალბათ ვერ გვაქვს, მაგრამ გარდაბრალად მიხვდება, რასაც გულისხმობ, რომ კოჟები არის და ხშირად ამოვსებული არის ხოლმე სხვადასხვა ფერით, ხან შავად არის ხოლმე. ხშირად იყენებენ მაგ რუსტიკულ, აი იმას ხო რუსტიკული ქვია, ლოფტის ტიპის ინტერიერში და სხვათა შორის ძალიან მოთხოვნადი და ტენდენციური არის. ძალიან. კი. არა ლოფტი, არამედ ეს რუსტიკული ტიპის ზედაპირი. აი ეს კოჟრებიანი და უკვე ამ შემავსებლით უკვე დამუშავებული პარკეტი ბევრად უფრო იაფიჩდება, ვიდრე ესეთი სუფთა სახის. მოვლის კუთხით რომელი უფრო კარგი? ერთნაირი. მართლა. აი ეს უბრალოდ ვიზუალური ამბავი არის, ვის როგორი მოწონს.
ეს ფასიდან გამომდინარე საკმაოდ მერყევს. ასევე შეგვიძლია ეკონომია გავაკეთოთ ფორმატიდან გამომდინარე, რაც უფრო დიდი არის პარკეტის ფორმატი, მით უფრო ძვირი არის. შეგვიძლია პატარა მცირე ზომის პარკეტი ავიღოთ, ხარისხობრივად იგივე არის, უბრალოდ ესეც უფრო ბიუჯეტს ნაკლებს. აი ხა მაგალითად ამ შორის კი ბატონო, ეს უფრო იაფი იქნება. გამომდინარე იქიდან რომ არის უბრალოდ პატარა ზომის და შემავსებთ უფრო ხეც ისე არის არჩეული რომ დანაკარგვის გარეშე. გასაგებია. რომელი ტიპის პარკეტი უფრო გამძლეა ყოველდღიურ მოხმარებაში? ინჟინრული სამშენი პარკეტი არის, ვიტყოდი რომ მოწოდების სიმაღლეს და უკონკურენტო არის დღეს გამომდინარე იქიდან რომ ტექნოლოგიები ძალიან დაიხვეწა. რაღაცა მინიმალიზმზე ვართ გადასულები და ეს გათბობის ნაწილშიც არის ადაპტირებული nest-თან და ასევე ჯერ ყველაფერზე არ გვისაუბრია და ამ ყველაფრის პოდკასტის მსვლელობისას უკვე გამიჩნდა სურვილი რომ ჩემს თელ სახლში ავყარო მეტლახინა და ავაგო პარკეტი რაც მინდოდა თავიდანვე და აი იმ ადამიანებს მინდა მივცე მართლა რჩევა რომ ვისაც გსურთ საკუთარ ინტერიერში გამოიყენოთ პარკეტი დარწმუნებული ვარ რომ უკვე მოისმინეთ ის რჩევები რამაც მე პირადად შემიშალა ხელი რომ საკუთარ ინტერიერში გამომეყენებინა. მე ვფიქრობ რომ საკვანძო ბენეფიტები კიდე წინ არის და არ გიქვამს რა, კი პარკეტი. კარგი, მაშინ მე მოვჩები საუბარს და გისმენ ისევ შენ. ბინის შემთხვევაში მაგალითად, აი ხშირად, ძალიან ხშირად მეკითხებიან რომ 4 ფეხა ცხოველი მყავს და ეხლა მაგას ვერ გავაფუჭებინებ, ასეც ვერადღირებულ პარკეტს პირიქით. ანუ ლამინატს რო დააზიანებს და არ ექვემდებარება შეკეთებას პარკეტი არის აი ის პარკეტი რასაც მე გეუბნებოდი ბრაშირებული და ზეთით დამუშავებული რომელიც მიკრობზარებს და ჩხაპებს იტანს ეს არის პარკეტი რომელიც ყოველთვის იქნება ვიზუალურად მოწოდების სიმაღლეზე არ დაზიანდება და არ შეეტყობა რომ დაზიანდეს ლოკალურად შეიძლება თუ ძიმედაზე მყავს სხვაში ნუ ცხოველის შემთხვევაში 4 ფეხა ცხოველის შემთხვევაში რა დაზიანება ფრჩხილი და ნუ ნესტი თუ რამე სურპრიზი დაგვახვედრა ხო ამ შემთხვევაშიც 4 სამშრიანი ინჟინრული პარკეტი ნესტთან მიმართებაში აღნიშნა რომ კარგად მუშაობს და უდაოდ ლიდერი არის ამ ნაწილში კი გასაგებია და ბავშვების შემთხვევაში აქვს ხოლმე კიდე რომ აი ბავშვი გამიფუჭებს და წამოიზარდოს მერე გავაკეთებ და ჩხოპნის სათამაშოების დააზიანებს და ასე არის ბუნებრივი მასალა ჯერ ყველაზე უსაფრთხოების კუთხითაც არ უნდა გვეშინოს არის მომწონს ის რომ სუნთქავს რასაც ადრე ამბობდნენ რაღაცებს ხო არ ვიცით ხოლმე დაჯერება მაგრამ რაღაც კარგი იყო და არის მტვერს არ იყიდებს პარკეტი რაც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ლამინატისგან განსხვავებით არ ვამბობ რომ არ იმტვერება მაგრამ მტვერს არ იყიდებს ისე როგორც ლამინატი მისი ბუნებრივი ან მართლა ამაყრევინებს სახლში მეტლახს ნახე და ლამაზ პარკეტი ბაფრენ პარკეტის თან წყობებსაც ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამაზე ცოდნა მოგვიანებით მანამდე თუ არის სხვაობა კერძო სახლსა და ბინას შორის აი ვთქვათ რომ მელ პარკეტს გამოვიყენებთ ან ვთქვათ მოვლის კუთხით სხვაობები ბინაში და კერძო სახლში იცი ბინაში და კერძო სახლში ესე არ დავყოფდი უფრო მე დავყოფდი სად მდებარეობს ბინა და სახლი. ანუ რეგიონი მისი ტენიანობა, ნესტი, დასავლეთი არის, ან არ არის, აი მაგას უფრო ვიტყურდებას მოდი მაშინ აი ამ მიმართულებით ჩავშალოთ, თქვათ ვართ ვიმყოფებით დასავლეთში. ბათუმში, გოგულეთში და ასე შემდეგ, ხო? და სხვა კი ბატონო, სამეგრელოში მაგალითად, ხო? რა ტიპის პარკეტი უნდა გამოვიყენოთ? აუცილებლად ინჟინრული და სამშრიანი პარკეტი. თავს შევიკავებდი მასიური პარკეტის გაკეთებაში, იმიტომ რომ მაინც ნესტთან მიმართებაში ცოტა აი რასაც საუბრობთ დეფორმაციას განიცდის და რაღაც მხოლოდ პარკეტი შევიძინე და ყველაფერი კარგად არის, ესეც არ არის, რაღაცები არის, რაც უნდა დავიცვათ ამის მონტაჟის დროსაც. თუნდაც რომ მე არ მოხდეს რამე არ დაზიანდეს ასე რომ ვთქვათ დროთა განმავლობაში რომ იყოს გამძლე, ხო? ერთი ის რომ ხშირად უშვებენ შეცდომას, რომ მივიტანთ სივრცეში სადაც უნდა დაიგოს, სასურველია რომ 48 საათი იდოს.
რომ იმ ოთახის ტენიანობა აიღოს ამ ბუნებრივმა პარკეტმა. საინტერესოა. შემდგომ უკვე სცენარისავით არის რომ მიიტანე მომენტალურად რომ არ უნდა გადარგო რომ გარემოს შეეჩვიოს იმისთვის რომ რადგან მოჭრილია არ ნიშნავს რომ პარი ანუ ის არის ბუნებრივი მასალა ჩვეულებრივად თავისი ბოჭკოები თავისი ძალიან საინტერესოა რადგან დაგებასაც შევეხეთ მოდი მაშინ ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება იმისთვის რომ პარკეტმა საკუთარი ექსპლუატაციის ხანგრძლივობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს როგორ უნდა დაიგოს ის სწორად და ვთქვათ ხშირად გვაქვს ხოლმე პრობლემა ხელოსნებთან აი ძალიან ხშირად ეხლა ჩემი მეგობარი აკეთებს რემონტს და სწორებით რო გვიზიარებს ხოლმე რა სთან უწევს გამკლავება მოკლედ მე დავიტანჯე იმისი ცოდნა გადაცემის მე მაგას დაგეხმარები და კითხვასო დაუბრუნდეთ ახლა კითხვასო დაუბრუნდეთ არსებობს ორი ტიპის დაგება პარკეტის შემთხვევაში წებოზე და აი ინჟინერულ პარკეტს სამშრიანს აქვს ის უპირატესობა რომ კლიქს ეძახიან, ანუ აწყობის პრინციპით იგება. ხო, აი პარკეტი ის მაინც ჩდება და ეს ფაზლივით იწყება და უპირატესობა ის არის, რომ უბრალოდ სწრაფია, ძალიან სწრაფია. თუმცა წებოს შემთხვევაში მე მაინც უპირატესობას წებოთ დავამჭებ, იმიტომ რომ უფრო ხმის იზოლაციას და ბევრ სხვა პლუსებს შეიცავს კიდე წებოთი დამუშავება. გრადობა ბევრად უფრო მდგრადია ვიდრე აწყობილი დაფიქსირებული ბევრად და ნუ იზოლაცია ყოლახსენებ. ხარჯის კუთხით ხარჯის კუთხით რასაკვირველია წებოს ხარჯი ამოვარდნილია, როდესაც პირდაპირ ფაზლებით კლიქში ჩდება და ვაწყობ, მაგრამ აი იმაზე იქნები ვართ ისე რომ როცა აკეთებ ესეთ შენაძენს, მან უკვე ამ კუთხით დანაზოგის გაკეთება აზრს კარგავს. ექსპლუატაციაში შევა მე უკვე ჯობია რომ ხანგრძლივობა შევინარჩუნოთ და მონტაჟზე არ დავზოგოთ ასე რომ ვთქვათ. დღევანდელ ბაზარზე რომელი ტიპის პარკეტი უფრო გავრცელებულია? ანუ კლიკიანი თუ თქვა წებოზე დასამონტაჟებელი? ყველაზე გამომდინარე, ანუ კლიკიანი რო ვთქვათ, ასე რომ ვთქვათ, არა იმიტომ რომ ეს კლიქზე იწყობა და სწრაფი არის. ეს სამშრიან პარკეტს აქვს ეს უნარი რომ ესე აეწყოს და სამშრიანი არის დღეს ყველაზე მოთხოვნილი და გაყიდვადი გამომდინარე იქიდან რომ აი გათხრობა ნესტი რაზეც ვისაუბრეთ მის. და იცი რა მაინტერესებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა რომ აი ასეთი ჩასასმელი პარკეტებით დავსვათ წებოზე მაგალითად? კი, როგორ არა? კი. აი ეს უკვე არჩევნის საშუალებას გაძლევს. ანუ უბრალოდ ეს შეგვიძლია რადგან თქვი რომ თქვა წებოზე აწყობილი პარკეტი უფრო ხანგრძლივად მოგვემსახურება გვაძლევს თუ არა ეს თქვათ ჩასასმელი პარკეტის წებოზე დასმა კიდევ უფრო გახანგრძლივებას არა ეს უკვე აღარ უბრალოდ ჩვეულებრივად შეგიძლია ყველა პარკეტი წებოზე მაგრდება უბრალოდ სამშენს აქვს დამატებით ის ბენეფიტი რომ სწრაფად გაკეთების შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში იყენებენ წებოს გარეშე შქარა აწყობენ. კარგი. ბოლო კითხვა მიმართულებით, აი ეს ასაწყობი პარკეტი და წებოზე დასასმელი პარკეტი. ხანგრძლივობით რომელი უფრო დიდხანს ძლებს? მე ვანიჭებ პირადად ჩემი დაკვირვებებით წებოზე დასმულს, თუმცა აი რო გითხრა იმ ხელა ხანგრძლივობა აქვს ორივე შემთხვევაში, რომ მე მაგდენი წლისაც არ ვარჩევ. ხო, ანუ დიდად არა აქვს. გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მოძიებული მაქვს ინფორმაცია თუ სტატისტიკები და ასე შემდეგ. სტატისტიკებიდან გამომდინარე, ორივე არის ხანგრძლივი ვადით. კი ბატონო. მასალაზე და ხარისხზე პრინციპში ვისაუბრეთ და გადავიდეთ დიზაინზე და ვიზუალზე. ვიზუალ ფორმები, ხო, აი ყველაზე მეტად მე მიყვარს აი ეს წყობა. ყველაზე იმედია ჩანს კადრში. ეს არის ინგლისური ნაძვის ხის წყობა. ხო. ხო, ჩემთვის ყველაზე მისაღები ვიზუალურად არის სწორედ ეს ინგლისური ნაძვის ხის წყობა. აქ გვაქვს ფრანგული დაგება, ფრანგული ნაძვის ხე, გვაქვს ინგლისური ნაძვის ხე, რასაც თვალნათლივ ხედავთ. და ყველაზე ამ ორის შემდგომ მესამე და ყველაზე პოპულარული რაც არის გრძივი. თუმცა აი სავარაუდოდ ჩვენც მანდ მიდიხარ ვიზუალურად რა ეფექტს გვაძლევს პარკეტის წყობა.
ცაკო, სივრცეში ფორმა არ განაპირობებს გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, ეს მხოლოდ ფორმა შეგვიძლია მოვარგოთ სტილისტიკას უბრალოდ, რა, თუ არის კლასიკური, მოდერნისტული, შეიძლება იყოს ლოფთი ან ბაუჰაუს, ანუ ამ შემთხვევაში კი ფორმებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მაგრამ სივრცის ნაწილში უკვე გადამწყვეტ როლს თამაშობს ფერი პარკეტის. იცი რატო ვაზუსტებ ამას ლამინატის შემთხვევაში, მაგალითად, სხვათვის მე მგონი შენ განაცავიღარ, არ ვიცი, მეშლებ, არ ვიცი, არ მახსოვს ზუსტად. ყველა მირჩია, რომ იმისთვის, რომ ვიზუალურად უფრო ფართო სივრცე მოქცესო, ჯობია, რომ კარიდან რო შედიხარ, გრძივად დააგო, ხო, ანუ პირდაპირ უყურებდეო რა. და ამ შემთხვევაში პარკეტს არ აქვს მნიშვნელობა, აი მაგალითად გრძივ პარკეტს თუ ვაგებთ. კი, მაგას აქვს მნიშვნელობა, ანუ მაგ ჭრილში თუ მოვიაზრებთ, შესასვლელი კარი როცა არის, სივრცეში რო შევდივართ, ფორმა როგორც მიდის სიგრძეზე თუ მიდის, უფრო გრძელი თვალი არ ყავს, რომ გრძელი სივრცე არის, თუ გვერდულად არის ესე, უფრო ამოკლებს და ხო, ანუ ვიზუალურად უფრო პატარა სივრცეს გვაძლევს ასე დაგებული? განზე დაგებული კი. ყველა ვარიანტში ესეა? კი. იგივე არის კედლის ქაღალდზე, თუ დაკვირვებულ ხარ ზოლებიანი კედლის ქაღალდები, შპალერს რო ეძახიან. ანუ როდესაც ის ზოლები არის სიგრძეზე, თვალი აღიქواس, რო არის გრძელი მაღალი ჭერი. როდესაც განზე აკეთებენ, უფრო თითქოს შევიდო. იგივე პრინციპი არის პარკეტზეც, მაგრამ აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს, იმხელა როლს თამაშობს პარკეტის ფერი, მაგ შემთხვევაში, რომ ანუ ფერს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წყობას. კი, როდესაც ღია და ნათელი ფერი არის, სივრცე პატარა ბინისუს არის შეუცვლელი. არა, მუქი პარკეტი უფრო მომწონს მე პირადად. მუქი არის კლასიკა. გიჟდები, უბრალოდ ამას ჭირდება თავისი პირობები უნდა პარკეტს და პირობები უნდა შეგვქონდეს, დიდი სივრცე უნდა გქონდეს და გაშლის სივრცე უხდება ძალიან დიდ მუქს და პატარა ბინაში უბრალოდ ჭამს აი სივრცეს ძალიან დომინანტი არის და მე თავის ჭკუაზე მიყავს მთელი ინტერიერი პარკეტს ძალიან ყვირის ესე რომ ავეჯის შეხამების კუთხით თანაბარი როლი აქვს არ არის გადამწყვეტი ავეჯს როგორც ღიას ესე მუქს შევხამ მანდაც აი ესეც დროს სულ მაქვს ხოლმე ის განცდა რომ აი მაქვს პატარა სივრცე მაგალითად და აი მინდა რა მაინც მინდა რომ მუქი ყავისფერი პარკეტი გავაკეთო იცი რა შეიძლება გააკეთო ხშირად უშვებენ შესწავლას და სტუდიური ტიპის ბინებში აკეთებენ ხოლმე სამზარეულოში კაფელს აპაპაპიკ პარკეტი არის მუშაობს Come on. დღევანდელი პოდკასტით დავაკიცეთ, რომ პარკეტი იქაც მუშაობს. პატარა სივრცეში დაყოფა იატაკის სივრცეს კიდევ უფრო პატარებს. თუ მუქი ძალიან გინდა, გააკეთე, მაგრამ მოდი ნუ დაყოფ, იქ კერამოგრანიტის ჩანართებს რო გაუკეთებ და ერთიანი სივრცე რო იქნება, ცოტათი მოიგებს და უფრო გაშლის. ვიზუალს მოგცემს. გასაგებია, კი ბატონო. ფორმებს რაც შეეხება, რომ საუბრობდით, ვახსენეთ ფრანგული ნაძვისხის დაგება, ინგლისური გრძივ ფორმაზე დაგებული პარკეტი და საქართველოში ეს ცოტა კონსერვატორიული ხასიათის მომხმარებლები ვერ რისკავენ, თუმცა ეხლაც პირადად ჩემ ბინაში რემონტი მიდის და იქაც ყველანაირი გეომეტრიული ფორმა რაც კი არსებობს მიცემული მაქვს და მიღებული მაქვს პარკეტზე და რო დასრულდება ექსკლუზიურად გაჩვენებ და დიდი სიამოვნებით გესტუმრებით და ფორმაზე მინდა გავამოყურებ ყურადღება რომ ვინც ხასიათით არის ესეთი ტიპაჟი, რომ შეუძლია გარისკოს და აი ამ რაღაცა შაბლონური მოცემულობიდან გამოვიდეს და შეუძლია რომ თამამი გაწყვეტილებები მიიღოს, არსებობს უამრავი სხვადასხვა წყობის ლამაზი პარკეტი, შეიძლება ერთ სივრცეში შეგვიძლია რომ სხვადასხვა წყობაც გამოვიყენოთ. კი. ეს ყველაფერი ძალიან ფაქიზი თემა არის და უსჭირდება ფაქიზი რისთვის? ფაქიზად უნდა დაგეგმო სივრცეები, რომ არ იყოს მერე ძალიან ქაოტური. ნახე, შეიძლება ზონებად ვიზუალურად თუ მოვლის და დაგების კუთხით, ან მხოლოდ ვიზუალურად. და ანუ უბრალოდ მაგ შემთხვევაში ფასი ცოტა ზრდადია, რადგან უკვე თავ განსხვავებულ ფორმას, რაც არ არის სერიული და რაღაც უფრო ფუფუნებისაგანი არის. თუმცა მე ძალიან მომწონს და როდესაც არ ვართ ესე შეზღუდული ბიუჯეტში და რაღაც გვინდა რომ განსხვავებული გავაკეთოთ, უდაოდ უპირობო ლიდერი არის. ეხლა უცებ გამახსენდა რომბებადაც ხო არის ხოლმე დაგებული, ოთხკუთხედი ფორმები ხო არის. თავისი ხასიათი აქვს, ძალიან პრეტენზიული ესეთი ფორმის პარკეტი, როგორი არიცი, არის პარკეტი, რომელიც არის ძალიან სადა და არ ყვირის რა, ანუ დომინანტი არ არის ინტერიერში და არის პარკეტი, რომელიც იმდენად დომინანტი არის, რომ სხვა რაც არ უნდა აკეთო სივრცეში, რომ გაგიჟდეთ და გადაირიო, ის არის, აი
ციგნის სატიტულე გვერდივით არის, ანუ მე ვარ, რაც ვარ. აი, როგორც ინტერიერის დიზაინერი, რას გვირჩევ? უნდა ყვიროდეს პარკეტი თუ სხვა აქცენტები ჯობია რომ იყოს დომინანტი? როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, როგორი სტილის სახლი უნდა, იქიდან გამომდინარე უნდა მიიღოს ალბათ ეს გადაწყვეტილება თუ სახლის სტილი, თუ ხა რენესანსის ტიპის სახლი გაქვს, რასაკვირველია, იქ პარკეტი უკვე დომინანტი უნდა იყოს. რასაკვირველია. და ნუ თუ სკანდინავიურში მივდივართ, ალბათ უფრო სადა, ნეიტრალური, ამიტომ მაინც გამომდინარე სტილიდან. ანუ კი, უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას რომ დავუბრუნდეთ, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობის კუთხით ბავშვებისთვის პარკეტი? პარკეტი შეუცვლელი არის ბავშვების ნაწილშიც, როგორც სხვა დანარჩენში. ბუნებრივად თერმორეგულაცია აქვს ხეს პარკეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ რომც არ გავაკეთოთ იატაკის გათბობა, ყველაზე თბილი მასალა არის სხვა ალტერნატივებთან შედარებით. კერამოგრანიტი იქნება, ლამინატი, ვინილი თუ რა, პარკეტი არის ყველაზე თბილი, ბუნებრივად თბილი მასალა. შესაბამისად, ფეხშველა სიარული პარკეტზე ბავშვი როდესაც არის ცირეწლოვანი, განსაკუთრებით აქტუალურად წამოვიდა. კი, ეს ამ შემთხვევაში ძალიან კომფორტული არის. ასევე ამორტიზაციის უნარი აქვს პარკეტს, რადგან არის შედარებით რბილი მასალა და თუნდაც დაცემის შემთხვევაში ნაკლებ ზიანს გაყენებს პარკეტი, ვიდრე ლამინატი ან კერამოგრანიტი. და ეკოლოგიურადაც, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი არის. თუ განსაკუთრებით მაშინ კი თუ ზეთი და გამოყენებული ლაქიც ეკოლოგიურად სუფთა არის, ანტიალერგიული და ასე შემდეგ. მტვერსაც და ანტისხეულებს არ იყიდებს და დაბინძურების შემთხვევაშიც მასზე დაგროვილი ეს ალერგენები მარტივად მოსაშორებელია, არ საჭიროებს. მწვავე ალერგენია. კი, არ საჭიროებს. მეკითხები ალერგიების ამბავი. ქიმიურ დამუშავებებს არ საჭიროებს. ნოტიოტილოთითაც მარტივად შეიძლება მოშორდეს 100%-ით ალერგენები, მაგრამ მართლა შეუცვლელი პროდუქტი არის. ხო, ამ პოდკასტის შემდეგ თუ კიდევ დასვამთ, მე მგონი ეს ანტირეკლამა გამოგვივიდა სხვა ზედაპირების, მაგრამ რეალურად ბიუჯეტზეც აღვნიშნეთ, რომ რაც უნდა ვთქვათ ექსპლუატაციებს თავი დავანებოთ, არსებობს პარკეტის ბიუჯეტური ვერსიებიც, რომლებიც სხვა ზედაპირებთან შედარებით გაცილებით ხარისხიან და გამძლეა. დროსთან მიმართებაში პარკეტი აქტუალურობას კი არ კარგავს, პირიქით იძენს და რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება, ხო? ერთადერთი პროდუქტი არის ბაზარზე, რომელსაც ალტერნატივა ბევრი არის, მაგრამ ვერც ერთმა ვერ აჯობა, ხო? შეუცვლელი არის. აქედან ჩაანაცვლა, ალბათ უფრო სწორი სიტყვა ეს იქნებოდა. კი ბატონო, დიზაინს მინდა ახლა მივუბრუნდეთ. ელეგანტური თუ ნეიტრალური? როგორ უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი? როდესაც ჩამოყალიბდებით რა სტილის სახლი გვაქვს და როგორი გარემო გვაქვს სახლში, აქედან გამომდინარე უნდა შეირჩეს უკვე პარკეტის ეს კლასიკური იქნება თუ ელეგანტური თუ ფერით და ფორმაცას. დღეს რა არის ყველაზე ტრენდული პარკეტებში და გარდა იმ სტანდარტული ვიზუალებისა, რომელიც ბაზარზე მასობრივად არის გავრცელებული, კიდევ რა ალტერნატივები გვაქვს? ყველაზე მოთხოვნადი არის დღეს ბაზარზე ეს რასაც გულშონებს უკან ფონად ფორმის პარკეტები ნაძვის დაგების კი თუმცა გვაქვს ფუფუნება იმისი ბრენდები გვაძლევენ იმ საშუალებას რომ ჩვენთვის ასურველი სხვადასხვა ფორმის დიზაინის წყობის პარკეტებით შევიძენთ მაგრამ ეს უფრო ნაკლებად მოთხოვნადი არის ძალიან ექსპერიმენტული და ხშირად უფრო საჯარო სივრცეებში იყენებენ რადგან უფრო მეტად რისკავენ რომ რაღაც განსხვავებული იყოს საჯარო სივრცეს და კარგ თემას შეეხე რომელზეც უნდა გადავიდეთ დეველოპერულ ნაწილში თუმცა მანამდე მინდა რომ მითები და რეალობები გკითხო პარკეტზე, ამიტომ ახლა უფრო თამამად გამოვიყენებ ტელეფონს. მითია თუ რეალობა რომ პარკეტი ძალიან კაპრიზულია? მითია. ხო, 100%-ით მითია და ძალიან მიხარია რომ ეს კითხვა დასვი, იმიტომ რომ მინდა რომ ერთხელ სამუდამოდ რაღაც წვლილი მაინც შევიტანო ამ მითის ნგრევაში პირიქით.
ან თავიდან ბოლომდე პირიქით არის პარკეტი არის ყველაზე არაპრეტენზიული და არაკაპრიზული. მე ბევრჯერ მსმენია, რომ პარკეტის მოვლა, ანუ ესეც ალბათ ერთგვარი საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, აი იმ რასაც მასტიკა და წყალიარ დაასხა და ქეჩით იარე და ასე შემდეგ. ვითარდება, ყველანაირი ინდუსტრია ვითარდება და ჩვენც დიზაინის და პარკეტის ინდუსტრიაც სამშენ პარკეტზე, რასაც საუბრობდით ინჟინრულზე, აღარ უნდა მოვლა. უბრალოდ მოვლა უნდა რა ნაწილში ნახე. თუ გვაქვს ავეჯი, ისეთი, რომელსაც აქვს რაღაცა წვეთი, ბასრი, კუთხე, დამცავი, ქეჩას რო ეძახიან, ან სილიკონის და უბრალოდ რომ ზემოდან ესე უხეში ზეწოლა არ მოხდეს. ეს არის მოვლა. გაჩოჩება, გამოჩოჩება, სამართლები და ასე მოვლის ნაწილში წმენდა უნდა პარი. ნუ ახლა ეს ელემენტარული ჰიგიენაა და სხვა არაფერი. მითია თუ რეალობა რომ წყალი პარკეტის მტერია? ნაწილობრივ მითი არის, ნაწილობრივ რეალობა. გამომდინარე იქიდან რა პარკეტია სახლში. მასიური თუ არის ამ შემთხვევაში რეალობა და ინჟინრული თუ არის ამ შემთხვევაში მითი? მითი არის. უბრალოდ ნახევანდაც როგორ არის სადღაც ერთი კვირა თუ წყალში იქნა, იქაც თუმცა დასხმის შედეგად ლაქას არიტოვებს და სადღაც 1-2 საათიც რომ იყოს წყალში, თუნდაც მეტი, ცოტა მეტი, პრობლემას არ წარმოადგენს. გასაგებია. მითია თუ რეალობა რომ პარკეტი მხოლოდ ძვირადღირებული ინვესტიციაა? არა, ეს ჩემი აზრით მითია და რატომ? ერთი, იმიტომ რომ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დღეს არის საშუალება, რომ ბიუჯეტური პარკეტიც ავარჩიოთ, რაღაც ფორმიდან და ზედაპირიდან და ზომიდან გამომდინარე და ვფიქრობ კიდე ერთი არა, რატომ იცი, რომ პარკეტს არ ვყიდულობთ ჩვენ რაღაცა მოკლე ვადით. ეს მე უფრო ვფიქრობ, რომ არის ინვესტიცია, ვიდრე ზედმეტი ხარჯი. კი ბატონო. მითია თუ რეალობა რომ პარკეტი სწრაფად იკაწრება? მითი არის. ოღონდ მანდაც ერთი კითხვის ნიშანი არის, გააჩნია რითი არის დამუშავებული და რა ზედაპირი არის. კაკალი არის შედარებით უფრო რბილი ხე, შესაბამისად უფრო მარტივად ზიანდება ზედაპირი. მუხა არის უფრო მდგრადი, შესაბამისად თუ არის მუხა ბრაშირებული, რასაც საუბრობდით და ზეთით დამუშავებული, ჩათვალეთ რომ თქვენი პარკეტი უსასრულოდ მომსახურებით. მითია თუ რეალობა, რომ იატაკის გათბობასთან პარკეტი არ მუშაობს? მითი. კი ბატონო, ახლა უკვე დეველოპერულ ნაწილზე უნდა გადავიდეთ და აქ დიდი ყურადღებით უნდა იყოთ დეველოპერებო. მოდი პირველი კითხვა ასე დავსვათ, როგორ მოქმედებს პარკეტი ბინის საბაზრო ფასზე? ძალიან კარგი კითხვაა. როდესაც ბინას ვყიდით და მოდის სანახავად კლიენტი ასე ვთქვათ, 5-დან 10%-მდე იზრდება ბინის ღირებულება, როდესაც ბინაში არის პარკეტი. საკმაოდ დიდი პროცენტულობა. კი. რადგან ერთგვარი ხარისხის მაჩვენებელი არის და შესაბამისად კარგი ბენეფიტი არის, ასე რომ აქ ჩნდება კითხვა, ერთია რომ ფასი ზრდის, მაგრამ რამდენად ამჩნევს მყიდველი ამ ყველაფერს და რამდენად ამჩნევს ხარისხს პარკეტისას? პარკეტის ხარისხი ზედაპირზე დაგებულ შემთხვევაში დაგებულზე უკვე რთული არის რომ ნახოთ ხო, იმიტომ რომ იქ უკვე ქვედაშრეები რახით არის გამოყენებული, რახი არის შიგნით გამოყენებული, მაგის აღქმა ფიზიკურად შეუძლებელია და თუმცა აქ შემიძლია ხაზი გაუსვა რას იცი? პარკეტი სხვადასხვა ხარისხის არა, პარკეტი თუ ლამინატი. ლამინატი, რომელიც ადვილად გაარჩევს ადამიანი, რომელი არის, ასე ვთქვათ, ლამინატი კაკუნობს, ოდათი ხარხმას გამოსცემს, თბომედეგი არ არის, ცივი არის და გამოყენების შემდეგ ძალიან მალე პირსაც აღებს, ან არის სხვადასხვა დამახასიათებელი რაღაცები, რაც პარკეტს ახასიათებს და ვიზუალურად ძალიან ის დაღებაზე ისევ მივდივარ ნესტგამძლეობაზე, აქაც მითში და რეალობაშიც შეგვიძლია პრინციპში ეს გავიყვანოთ ეს კითხვა, მაგრამ პარკეტი უფრო ნესტგამძლეა თუ ლამინატი? პარკეტი სამშრიანი არის ნესტგამძლე. ხო, იმიტომ რომ აი წყალი, როდესაც ხვდება ლამინატს, მომენტალურად თუ არა წმინდა, მომენტალურად პირს აღებს. რეალურად ლამინატი არის დახერხილი ხე, დაპრესილი, შემდგომ უკვე ზემოდან ხის ფაქტურის ზედაპირით, ფირივით გადაკრული, ხო?
როდესაც წყალი ჩადის ამ შრეებში უკვე ის დახერხილი შიგთავსი იბერება და რაც მოძის კი ვიცით. მოდი უფრო დეტალურად განვმარტოთ, რა სხვაობაა წყალგამძლე და ნესტგამძლე პარკეტს შორის? წყლის დასხმა, ან წყალგამძლე, როდესაც ზემოდან, ზედა საფარს ესხმება წყალი და პარკეტი არ ზიანდება. ეს გამომდინარეობს მისი ზედა ფენა რითი არის დამუშავებული. აი მაგალითად ლაქის შემთხვევაში, როდესაც ლაქი აქვს წასმული პარკეტს და ერთგვარ ფარად არის გადაქცეული, ინახავს, ეს ლაქი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ წყალი ჩავიდეს პარკეტში. ეს არის წყალგამძლე. და არის ასევე ნესტგამძლე პარკეტები და ხა ნესტსა და ამ რა განსხვავება ამით შორის ხო? აი მაგალითად, როდესაც რემონტის მსვლელობის დროს გვეჩქარება ჩქარა ვაკეთებთ ამას და არ არის კარგად მოხვეწილი იატაკი, ეგრეთ წოდებული სიაშკა კარგი გამშრალი და არის ბინაში ნესტი. აი ამ დროს დაგებული პარკეტი 100-დან 100%-ს გარანტიას ვიძლევი, რომ აუცილებლად აიყრება. ანუ თუნდაც რომ ნესტგამძლე იყოს, ეგ ერთი. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც აი რაღაცა დაზიანდა, წყალი გამოვიდა, ნესტი არის ან სამზარეულოს შემთხვევაში შეიძლება სულ წერტილშიც ხშირად იყენებენ უკვე ახალი თაობის პარკეტებს და აი იქაც წყალი არ დაისხა, მაგრამ ორთქლია და ნესტი არის, ხო? აი ამ შემთხვევაში უკვე ნესტგამძლე პარკეტი მუშაობს და აპრობირებული არის საკმაოდ. გასაგებია. კი ბატონო, დავბრუნდეთ მაშინ სეგმენტებზე და რომელ სეგმენტში დეველოპერულ ნაწილს გულისხმობ არის პარკეტი აუცილებელი და რომელ სეგმენტში არჩევითი? შეგვიძლია რომ ესე გამოვყოთ? არჩევითი, ანუ არა პარკეტი და სხვა შემსწრელი მასალა, ხო? პარკეტი ამ შემთხვევაში, როცა დეველოპერულ და ბიზნეს კუთხით ვუყურებ, განაპირობებს ხარისხს, ხო? ან თუ დეველოპერს ან წარმომადგენელს აქვს იმის, ასე ვთქვათ, შეიძლება უხეშად გამომიდეს, მაგრამ იმის პრეტენზია, რომ მისი ბიზნესი და სფერო არის დახვეწილი, ხარისხიანი, აუცილებლად არჩევანი უნდა გააკეთოს პარკეტზე და აი მარტივ რაღაცას გეტყვი, როდესაც მე როგორც მომხმარებელი შევდივარ სივრცეში, სადაც ხედავ, რომ არის პარკეტი, თუნდაც იყოს ბინა და ვარჩევდე ჩაბარებულ ბინას, ხო? თვალით როცა ვხედავ, რომ ხარისხი არის დაგაკეთებული, რასაც ვერ ვხედავ, უკვე შინაგანად განცდა მაქვს, რომ კედლის შიგნით იქნება თუ დამალული, ისიც უკვე ხარისხიანად იქნება გაკეთებული, იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს, რომ შევდივარ. ანუ რეალურად აი ამ შენი წინადადებიდან გამომაქვს დასკვნა, რომ პარკეტი პირდაპირ პროპორციულად ასოცირდება ხარისხთან? ნამდვილად, კი. და ზოგადად არა მარტო შეგრძნებას ყვებოდი, ახლა დანარჩენი ყველაფერიც უდაოდ იქნება ხარისხიანი? უდაოდ ვერ გეტყვი ვერაფერს. კი, უბრალოდ შეგრძნების დონეზე გიტოვებს იმის ნდობის ნაწილში გეუბნები, რომ შედიხარ სივრცეში და ხედავ, რომ არის ხარისხიანი პარკეტი, რაც თვალნათლივ ძალიან ადვილი აღსაქმელი არის. უკვე იქ იმის განცდა გებადება შინაგანი, რომ სხვა რაღაცებიც უკვე ქონდა პასუხისმგებლობა უჭირავს და ბიზნესში ეს ალბათ პირობა არის. კომერციულ სივრცეებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, აი მაგალითად იქნება ეს კვების ობიექტი, ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულება თუ კორპუსი. აი ამ შემთხვევაში რა რჩევები შეგვიძლია გავცეთ პარკეტთან მიმართებით? არის რაღაც კონკრეტული ბიზნეს სექტორები, სადაც პარკეტი უბრალოდ სასტუმროები მაგალითად და მიღებული არის საკმაოდ ლობის ტერიტორიაზე, შემდგომ იქ რაღაცა სხვა მახასიათებლები ირთვება, რაც საჭირო არის დერეფნების ნაწილში, სადაც პარკეტი შეიძლება ვერ გამოიყენოს ამ სიხშირით, თუმცა ყვება, ხსენე, რესტორანი ხო და კიდევ სხვა უამრავი სივრცეები არის, სადაც მართლა აქაც უპირობო ლიდერი არის, რადგან აღნიშნეთ მისი ხმარებაში მისი ბენეფიტები მოვლის თვალსაზრისით, აღნიშნეთ ისიც, რომ მომხმარებელში იტოვებს ხარისხის განცდას და თუ ბიზნესმენს უნდა რომ მისი სივრცე და პროდუქტი იყოს მომხმარებლისთვის მისაღები სასურველი და დამაჯერებელი, რომ იქ მე კარგ პროდუქტს მივიღებ, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ როლს ითამაშებს ამ შემთხვევაში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე სრული რემონტით ბარდება ბინები ამ შემთხვევაში. კი ბატონო, რომელი ტიპის პარკეტია ყველაზე მეტად ოპტიმალური კომერციული კუთხით?
გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო სივრცეები უფრო მეტად ხარისხიანი უნდა იყოს, რადგან წვეთადობა იქ უფრო მაღალი არის, ზედაპირის წვეთადობა აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორი არის, რომ ზედაშრე იყოს მაქსიმალურად სქელი და დაფარვა იყოს აუცილებლად ზეთით. რაც წინაზეც აღვნიშნე, რომ იცავს დაზიანების ნაკაწრებისგან და ასე შემდეგ. კი ბატონო. როგორ ავირიდოთ პრობლემები ექსპლუატაციის პირველ ეტაპზე? დაახლოებით წეგან ისაუბრე, რომ თქვათ აი ნესტიან გარემოში რომ არ უნდა დაიგოს და ასე შემდეგ. კიდევ თუ არის რამე დეტალები? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაგებას და ესეც ძალიან დიდი პრობლემა არის დღეს საქართველოში. ცოდნის პრობლემა გვაქვს თუ დროის უკმარისობა თუ აი რა განაპირობებს ამას? ალბათ უფრო ინფორმაციული ვაკუუმი არის და თან ძალიან დიდ გავლენას ახდენს ძველი რაღაცა დოგმები, რაც ვერ მოვიშალეთ, აი მითებს, რასაც ვეძახით. დღემდე მეც და ჩემი კოლეგებიც ვებრძვით აი ამ რაღაცა მითებს, რომელიც აზრს მოკლებული არის ყოველგვარ და ესეთი პოდკასტები, რასაც ჩვენ ხო საუბრობთ, ამის საწინდარია, რომ აი ეს მითები დაინგრეს და რეალობა რაც არის ხალხმა მოხარებელმა ეს ნახოს. მასტიკა ისევ ჭირდება ახალი თაობის პარკეტებში? არა. ექსპლუატაციაში თავდაპირველად დაშვებული შეცდომები არის შემდეგი, რომ პირველ რიგში სანამ შევიცეთ პარკეტს, ნახოთ ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს ხარისხიანად. ისე როგორც იმსახურებს ხო? ხარისხიანი პარკეტის ყიდვა მხოლოდ არ არის საკმარისი, შემდგომ უკვე ხელობაში არ უნდა დავზოგოთ, ასე რომ ვთქვათ რა. პარკეტის დაგება აი აქ კიდე მეორე პრობლემაა, შეიძლება არ დავზოგოთ, მაგრამ მაინც ვერ მივიღოთ ის შედეგი. რის ხარჯზე შეიძლება ვერ მივიღოთ? აი ხელოსნის უპასუხისმგებლობის ხარჯზე. თუ შევიძენთ შესაბამის კარგ ხარისხის წებოს, თუ მოვიყვანთ ადამიანს პროფესიონალს, რომელმაც თავის საქმე კარგად იცის, იმიტომ რომ რეალურად პარკეტის დაგება არ არის ფაზლის აწყობა, ეს ინჟინერული ნაწილი არის და ძალიან დიდ ცოდნას მოითხოვს, მithumetes თუ კიდე რაღაც სირთულეები და ფრაგმენტები არის პარკეტის დაგებისას ჩასმული. ხშირად შეხვდები ლატუნის ჩანართებს და გადაბებს და ასე შემდეგ. სულ რომ არ გავაკეთოთ ეს ჩანართები ისედაც ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება, ამას არ არის მარტივი და ყველას არ შეუძლია. ამიტომ როგორც დიზაინერის არჩევის შემთხვევაში ყოველთვის რეკომენდაციას უწევ, რომ ჯერ ნახონ მისი ნამუშევრები და მერე ითანამშრომლონ, ასევე ვურჩევდი ყველას ხელოსნის შემთხვევაშიც ნახონ მათი ნამუშევრები რა დონის პროფესიონალია, იმიტომ რომ დღეს არ არის იმის ფუფუნება, რომ პარკეტი ვიყიდოთ და გადავყაროთ, ხო? ვიღაცის დაუდევრობის გამო. ამიტომ ჯობია რომ ეს ნაწილიც ძალიან შვიდად რო იყოს და დაცული რო იყოს მომხმარებელი, კარგი წებო. ძალიან მნიშვნელოვანი არის ექსპლუატაციის პირველ პერიოდში სიმშრალე ობიექტზე ძალიან მნიშვნელოვანი არის და შემდგომ უკვე კარგი ხელოსანი. გასაგებია. როდესაც საუბრობთ მრავალბინიან პროექტებზე, სჯობს ინდივიდუალურად ვკითხოთ მომხმარებელს, აი როდესაც რემონტით ბარდება ბინები, ამ მიმართულებას გულისხმობ, სჯობს ინდივიდუალურად ვკითხოთ მომხმარებელს, რა ტიპის წყობა სურს პარკეტი თუ პარკეტს ვთავაზობთ, თუ მასობრივად ყველა ბინაში ერთი და იგივე წყობა დავაგოთ. დეველოპერებისთვის არის ეს კითხვა, ხო, როგორც მივხვდი და მან ძალიან რთული იქნება ალბათ, იმიტომ რომ ბაზარზე დღეს უკვე მრავალი სხვადასხვა ფორმის და ფერის პარკეტი არის წარმოდგენილი. ამიტომ ალბათ უფრო დეველოპერის კომფორტიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება მომხმარებელს შესთავაზოს რამოდენიმე განსხვავებული ტიპის ვარიანტი და იქიდან უკვე სასურველი არჩევს, იმიტომ რომ რეალურად ერთი შევთავაზო და ერთგვარ ჩარჩოში ჩაუსვა, არც ეს არ არის ალბათ მისაღები, იმიტომ რომ მაინც მომხმარებელი უნდა იყოს კმაყოფილი, მაგრამ ისიც რომ ეხა რასაც ინტერნეტში შევხვდებით ყველაფერს ეცნობა შეიძლება არ გქონდეს, ხო? შესაბამისად, კარგი იქნება 5-6 ყველაზე ბესტსელერი პარკეტი შევთავაზოთ და მომხმარებელიც ბედნიერი იქნება და ხო, თან ჩვენ ვისაუბრეთ, რომ პარკეტის ზომიდან გამომდინარე და ფორმატიდან გამომდინარე, ფასიც სხვაობა დეველოპერებით მიმართულებაზე თუ ამახვილებთ ყურადღებას, როდესაც ვთქვათ გარკვეულ რაოდენობას ყიდულობ, იქ ფასიც შესაბამისად იკლებს და ისინიც მოგებაში სწავლენ და ამ შემთხვევაში მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩება. გასაგებია. რამდენად მოქმედებს პარკეტის ხარისხი დეველოპერის ხარისხზე?
და იმიჯზე ხო ახლა ხარისხზე პირდაპირ პროპორციული არის. მოდი მე რო არ გაქცე ამაზე პასუხი, შენთან ახლა უცბად წარმოვიდგინე სივრცეში რო შედიხარ, სადღაც მაგალითად გაყიდვების ოფისში და ხედავ რომ თუნდაც პრეზენტაბელური პარკეტი არის წარმოდგენილი, უკვე შინაგანად გაქის განცდა, რასაც წერნო საუბრობთ, რომ აქ ხარისხი უჭირავთ. ან ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის. ესეთი გამოთქმა არის თვალი ჭამს გაგია, ან დაახლოებით ეგეთი ვარიანტი არის. ხო, ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ შემდგომ უკვე, როდესაც გთავაზობს შენ სივრცეში კარგი ხარისხის პარკეტს, ეხა მე მაგალითად ძალიან გამიხარდებოდა სამშენი პარკეტი რა დამახვედრონ ბინაში. და ცოტა ბევრად ბედნიერი ვიქნებოდი, ვიდრე მაგალითად რო ყოფილიყო ლამინატი. ან თუნდაც მასიური პარკეტი, მიუხედავად იმისა, რომ მეფე არის მასიური პარკეტი, თავისი მოვლის რაღაცა პრობლემები აქვს და აქედან გამომდინარე სამშენი ხომ ის არის, რასაც შეგიძლიათ შვიდად იყო და გარანტირებული ნესტი, წყალი, ხმა, იზოლაცია და ასე შემდეგ. და გათბობა. ამიტომ, რასაკვირველია, ხა, როდესაც უკვე ადამიანმა იცის ეს ყველაფერი, ამის პლუსები და მინუსები ამ შემთხვევაში როცა დეველოპერი გვახვედრებს პარკეტს ფასი ბინის რა თქმა უნდა ოდნავ მატულობს ხო ეს სხვაობა თანხის გვიღირს თუ არა როგორც მომხმარებლებს პარკეტი არის ინვესტიცია რომელიც ყოველწლიურად ფასი ემატება და არ აკლდება, ამიტომ ყოველთვის რასაკვირველია ძალიან ღირებული არის. თან აი იმ ჭრილშიც რომ განვიხილოთ, სხვაობა ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები გვექნება ჩვენ რომ დავაგოთ. იმიტომ რომ რაზეც წეგან გავამახვილე ყურადღება რომ დეველოპერი გაცილებით დაბალ ფასად ყიდულობს ის და ნახარჯიც იმ ფასში რაც არის გათვალისწინებული უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენ ინდივიდუალურად შევიძინოთ, მე ხელობაში ცალკე გადავიხადოთ და ასე აქედან გამომდინარე სადამდე მივეძრო დეველოპერებმა უნდა შემოგთავაზონ კარგი ხარისხის სამშენი პარკეტი. კი ბატონო. რა შეცდომები შეიძლება დაუჯდეს დეველოპერს ძალიან ძვირად მაშინ, როდესაც ირჩევს პარკეტს? მივალ ისევ ხელობის ნაწილში. ჩქარა გაკეთებული და არა კარგად გამშრალი მოჭიმული იატაკი. მოყურებელმა კარგად რო გაიგოს ეგრეთ წოდებული სიაშკი. და უპირობოდ კარგი ხელოსანი. ეს არის ორი ფაქტორი, რამაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს მთელი პროექტი. კი ბატონო. ახლა უნდა გადავინაცვლოთ დასკვნით ნაწილზე და ბოლო რამდენიმე კითხვა შეჯამების კუთხით. რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა სანამ პარკეტის შეძენას გადაწყვეტს? პირველ რიგში საკუთარ თავს ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა რა გარემო სურს რომ მქონდეს საცხოვრებელი სახლი იქნება თუ საჯარო სივრცე. გარემო დიზაინი, კი, რაც შემდგომ უკვე მე კარნახობს პარკეტის ფორმას, ფერს და ასე შემდეგ. შრეების რაოდენობა უკვე ხარისხია, ეს უკვე ხარისხის ნაწილია, სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ფერის და დიზაინის ინტერიერი გექნება. კი ბატონო. ერთი რჩევა მათ, ვინც ახლა აკეთებს რემონტს და აი ზუსტად იმ ეტაპზეა იატაკზე რა ტიპის ზედაპირი დააგოს და გამოიყენოს. მთელი პოდკასტი, რაც ვისაუბრეთ, ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ პარკეტი ნებისმიერ ჭრილში უპირობო ლიდერი არის, ფინანსური ნაწილი გავიარეთ და ვთქვით, რომ შესაძლებელი არის ბიუჯეტური პარკეტის შეძენას და ბიუჯეტური პარკეტი, რომელიც ანალოგიურად ექსპლუატაციის თვალსაზრისით ანალოგიურად გამძლეა ისევე როგორც მასიურ შემთხვევაში და სამშენ შემთხვევაში, ხო? უბრალოდ იქ რაღაცა სხვა ბენეფიტებია, ხო, ზომა და ასე შემდეგ. ანუ ფინანსურ ნაწილში შესაძლებელი არის რომ ბიუჯეტურ ფასად შევიძინოთ კარგი ხარისხის პარკეტი. არ დაგვავიწყდეს ის რომ სადაც ცხოვრობთ ჩვენი ეკოლოგია უნდა იყოს დღეს 21 საუკუნეში რაც რეალურად ძალიან დიდი პრობლემა არის და ყველა ადამიანი ცდილობს რომ გარემო შეიქმნას ეკოლოგიურად სუფთა. ეს არის უპირობო ლიდერი და must nifty არის რაც გვჭირდება აუცილებლად სახლში. ასე ვფიქრობ და ასე არის. გირჩევდით იმას, რომ უბრალოდ კარგად ჩამოყალიბდეთ, გაერკვიოთ სტილისტიკაში,
გამომდინარე იქიდან რომ დიზაინი იყოს ასე ვთქვათ სივრცე იყოს მორგებული პარკეტზე და პარკე, უი, რა საინტერესოა, პარკეტზე იყოს მორგებული სივრცე და არა პირიქით? იცი როგორ არის? გააჩნია რანერი პარკეტი არის. არის პარკეტი, რომელიც არის ძალიან დომინანტი და ხო, ამაზე ვისაუბრეთ, რომ დომინანტური პარკეტის შემთხვევაში თავის ჭკუაზე მიყვოს ყველაფერი, არის მინიმალისტური პარკეტი, რომელიც არ ყვირის და არ გეძახის, რომ მე აქ ვარ, და არის ასევე პარკეტი, რომელიც უბრალოდ აგია და თავის საქმეს აკეთებს ეკოლოგიის და გამძლეობის ნაწილში და არ არის დომინანტური. ვურჩევდი იმას, რომ აუცილებლად მოიძიონ ბაზარზე და ნახონ კარგი ხარისხის ზედაპირით იყოს თუ 4 ფეხა ცხოველი ყავთ, ან უბრალოდ დაზიანება რომ იყოს უფრო ხო, აი ბავშვები ვისაც ყავს და ასე შემდეგ. იყოს ბრაშირებული ზედაპირით, ეს იქნებოდა ჩემი რჩევა. ზეთით დამუშავებული, რაც ამ მიკრო ნაკაწრებისგან იცავს საკმაოდ და ზედა ფანერა, ასე ვთქვათ, ზედაპირი იყოს მაქსიმალურად სქელი, რომ აი შემდგომ უკვე თუ ლოკალურად დამუშავება დაჭირდა, ის მრავალი წელი მრავალჯერ დამუშავდება და პირვანდელ სახეს დაუბრუნდება. და ბოლო შეკითხვა, ჩვენს ქვეყანაში მოდა და ტრენდები ყოველთვის ყველაზე პოპულარული ამბავია, რა ერთი რაღაც რომ შემოვა მოდაში, აუცილებლად ყველას იგივე უნდა ჰქონდეს. ფიქრობ, რომ პარკეტის შემთხვევაშიც არის ბოლო პერიოდში შეინიშნება, რომ აი რაღაც თითქოს მოდაში შემოვიდა და ამის გამო ბევრი იყენებს ინტერიერში, მაგრამ როგორც დიზაინერს მინდა დაგისვა ასეთი შემაჯამებელი შეკითხვა. პარკეტი ეს არის ტრენდი თუ მუდმივი ინვესტიცია? პარკეტი არის მუდმივი ინვესტიცია, რომელიც არასოდეს არ გადადის მოდიდან და ყოველთვის არის ტრენდი. აი ასე, მგონი რომ იდეალური პასუხი ველოდი კიდეც რომ ასეთი იქნებოდა პასუხი ჩვენი საუბრიდან გამომდინარე. უღრმესი მადლობა უნდა გადაგიხადო. მე მგონი საინტერესო გამოგვივიდა, საკმაოდ ვრცელი. მე პირადად ჩვენ სივრცეში, არც YouTube სივრცეში, მით უმეტეს ქართულ YouTube სივრცეში ასეთი მიმართულება ჯერჯერობით არ შემხვედრია პოდკასტებისა და მადლობა, მე მინდა გადაგიხადო, იმიტომ რომ ჩემი პროფესიისთვის და ჩემი კოლეგებისთვის ესეთი ტიპის გადაცემები არის ძალიან სასარგებლო, თუნდაც იმიტომ, რაზეც წერნო საუბრობდი, რომ მომხმარებელში დაინგრეს ის სტერეოტიპები და მითები, რაც ფართოდ არის გავრცელებული და მართლა ხელისშემშლელი ფაქტორი არის მუშაობის პროცესში. ანუ ძალიან დიდი რესურსი მიაქვს იმაშიც, რომ ადამიანის სათითაოდ ყველას აუხსნა და დააჯერო და თუ ესეთი პოდკასტები ცნობიერებას აამაღლებს, ძალიან კარგ საქმეს. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად დიდი წვლილი შევიტანოთ მომხმარებლებში და სანამ დავასრულებთ, ორიოდე სიტყვით, ეს არ მინდა რომ გამოვიდეს პირდაპირ რეკლამა, ან ირიბი რეკლამა, უბრალოდ შენი როგორც დიზაინერის გულწრფელი რეკომენდაცია მინდა მოისმინოს ჩვენმა მაყურებელმა გალერეა დემასის შესახებ. გალერეა დემასი, როდესაც მისმის, პირველი მახსენდება ის, რომ არის სივრცე, სადაც შევალდა დაწყებული სანტექნიკიდან დასრულებული პარკეტით გაგრძელებული ყველაფერი სრულად შეიძლება მოიცვას და ძალიან კომფორტული არის ჯერ მარტო ის, რომ მივდივარ სივრცეში და მაქსიმალურად შემილია ყველაფერი შევიძინო პროექტისთვის. ნუ ჩემთვის პირადად ძალიან დიდი კომფორტი არის მომუშავე პერსონალი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფუფუნება არის ის, რომ მუშა პროცესში ეს ყველაფერი ინფორმაციის გაცვლა და ეს ყველაფერი კომპეტენცია საკუთარი, რომელიც მათ გააჩნიათ. ესეც ძალიან დიდი ფუფუნება არის და ნუ პროდუქციის ხარისხი. საკმაოდ სიღრმისეულად ვიცნობ გალერეა დემასის სხვათა შორის მეც გავეცანი და ისეთი რაღაც პრეზენტაციებს დავესწარი და ან აქ წარმოდგენილი პროდუქტები, ეს მართლა არ არის რეკლამა, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება. გროეს და ჰანს გროეს პრეზენტაციაზე ვიყავი და არ ვიცი, გავგიჟდი, გავოცდი, ისეთ ტექნოლოგიას იყენებენ ზედაპირებისა და არა მხოლოდ შიდა მასალების დასამუშავებლად, რომ მერე უკვე ნამდვილად ამ ყველაფერს რომ მაყურებელი დეტალურად გაიცნობს, მერე უკვე აღარ დასვამთ კითხვას, რომ ეს ყველაფერი
ღირს ძვირი. ეს ყველაფერი იყავი? შიგდით რა ხდებოდა მენახა და როგორ მზადების პროცესი მენახა და დამიჯერე ეს კიდე ჩასაწერი გექნება ალბათ. ფართოდ ანახო ეს კიდე იმედია გავალთ ამ მასშტაბებზე. ეს კიდე ცალკე სფერო არის. ხელოვნების დონეზეა აყვანილი მართლა ყველაფერი და მიხარია, ძალიან მიხარია გულწრფელად, რომ საქართველოში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ ხარისხის მასალები გამოვიყენოთ ჩვენს ინტერიერში და არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ეკოლოგიურადაც ვიყოთ დაცულები. რეალურად შენც ახსენე საუბრისას ჩვენი დევიზი, გალერეა დევასის დევიზი, კომფორტი, რომელიც შექმნილია შენი ინსპირაციისთვის. კომფორტი ძალიან ხშირად ახსენე და მიხარია, რომ ის შოურუმებიც, რომლებიც აქ მომხმარებელს შეუძლია ნახოს, მართლაც გაძლევს ინსპირაციას. სხვათა შორის დიზაინერის გარეშე საკმაოდ თვალნათლივ და კარგად შეიძლება დაინახოს მომხმარებელმა ესა თუ ის ფილა და პარკეტი ერთმანეთთან რა სინთეზში მოდის, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ლამაზი სივრცეები არის მოწყობილი და ამიტომ ესეც ძალიან დიდი ბენეფიტი არის ამ შოურუმის. უღრმესი მადლობა. შენ იმედია ისიამოვნა ჩვენმა მაყურებელმა და იმედია მინდა რომ გისურვო და გუსურვო თქვენს წამოწყებასთან. დიდი მადლობა. იმედია რომ დავამსხვრიეთ ის მითები, რაც პარკეტის შესახებ არსებობს. დროებით მე მინდა იმედი დავიტოვო, რომ ისიამოვნეთ ჩვენი დღევანდელი პოდკასტით და ეს ნამდვილად არ არის ერთადერთი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი პოდკასტების მეშვეობით მიიღებთ ინტერიერის სხვადასხვა მიმართულებაზე და ამიტომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაელოდოთ ჩვენ შემდეგ ვიდეოებს, რომელიც ისეთივე ნაყოფიერი და ინფორმაციულად დატვირთული იქნება, როგორც იყო ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. წარმატებულ დღეს გისურვებთ დროებით.